უწევდა თუ არა ადვოკატირებას იმ ბიზნესებს, რომლებიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. მამუკა ხაზარაძე განმარტებას აკეთებს. ამ და სხვა სიახლეებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ორი პიროვნება 3 საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქართულ ბანკი არა ბანკი, არამედ ჩვეულებრივი კანტორაა. გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოში მიმდინარე სხდომას აფასებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით ივანიშვილების ოჯახმა ოფშორებიდან საქართველოში 12 კომპანია გადმოაფორმა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებით სები ეკონომიკის სტიმულირებას ცდილობს. 2024 წელს საქართველოში საბანკო ბარათებით 78 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. ერთ წელიწადში ტრანზაქციების მოცულობა 16%-ით არის გაზრდილი. საღამო მშვიდობისა საქმის კურსი ბრუნდება პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ელენე გოგბერაშვილი მუშაობს. სანამ დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეებს გაგაცნობთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი უკვე მე-18 დღეა შემშილობს. მედია ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლებელს და თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს. მამუკა ხაზარაძე სანქციების სიაში ბიზნესმენების მოხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ საკუთარ განცხადებას სოციალურ ქსელში განმარტავს. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებზე ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნეს სტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, ამბობს ხაზარაძე და განმარტავს, რომ ბიზნესზე დგას ქვეყნის ბიუჯეტის სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელებისგან დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ. ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი, აცხადებს ხაზარაძე. ის ბიზნესმენებს ურჩევს გაებიჯნონ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და გადაარჩინონ ათასობით თანამშრომელი სამუშაოს დაკარგვას. ამერიკული სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს, რომ 31 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება და ამ კომპანიებზე მათი ქართული კომპანიების გადმოფორმება დაიწყეს, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ. ორგანიზაცია ამბობს, რომ გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა და ამ დროისთვის 12 კომპანიის გადმოტანა მოხდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, მაღალი ალბათობით კომპანიების გადმოფორმების დროს ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონით. მათი ცნობით გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ. ჯამში ამ კომპანიების განთავსებული კაპიტალი 173 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ორი პიროვნება 3 საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქართულ ბანკი არა ბანკი, არამედ ჩვეულებრივი კანტორაა. გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოში მიმდინარე სხდომას აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილს სურს სპექტაკლ სამართალი დაარქვას. დღეს დაიკითხა ბიძინა ივანიშვილის შავი სალაროს გამგე და მისი მოადგილე, ასე შეაფასა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი ყოფილი მოადგილის დაკითხვა, რომელიც დახურულ რეჟიმში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურორი ირწმუნება, რომ ყველა გარემოება, რასაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან, მოწმის ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა. დღეს დაიკითხა ბიძინა ივანიშვილის შავი სალაროს გამგე და მისი მოადგილე. ეს შეხვედრა, ეს სხდომა იყო დახურული ზუსტად იმიტომ, რომ ეს ორი პიროვნება 3 საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქართულ ბანკი არ არის ბანკი და ეს არის ჩვეულებრივი კანტორა, სალარო, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მითითებით. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ დოკუმენტებს, რა წერია დოკუმენტებში და უნდა მივაქციოთ ზოგადად ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ყველაზე მთავარი მნიშვნელობა, რომ ეს სესხი ვითომ იყო მისი ინვესტიცია. ნატო ხანიდრამა განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ეს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია. არ არსებობს კიდევ ერთხელ არც ერთი პირდაპირ არც მტკიცებულება, არც მოწმე, რომელიც რაიმე სახით ადასტურებს ამ ინვესტიციას.
რუსულმა და ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა შეიძლება ქართული e-commerce-ის დიდი ნაწილი ჩაყლაპოს. ბიზნესი სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით ადგილობრივი ბაზრის ექსპანსია ხორციელდება და ადგილობრივად მომუშავე მცირე თუ საშუალო ბიზნესი ამ პროცესებში დაუცველია. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები საუბრობენ რისკებზეც, რომლის წინაშეც შესაძლოა ჩინური და რუსული ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების მომხმარებლები აღმოჩნდნენ, რადგან ამ შემთხვევაში მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. რამდენად მასშტაბურია საქართველოს ონლაინ ვაჭრობის სექტორში უცხოური კომპანიების წილი, დაიწყეს თუ არა ადგილობრივმა ბიზნესებმა ბაზრის დატოვება და რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში გამოსავალი. ანუკა ჯოხაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში, რომელიც ბიზნესის ხმას მოგვასმენინებს. ანუკა, გისმით. რუსული და ჩინური ონლაინ ვაჭრობის პლატფორმები საქართველოს ბაზარს ითვისებენ. ჩინური ტემუ, რუსული ოზონი და Wildberries ადგილობრივ მომხმარებელს დაბალფასებს და გამოწერის გამარტივებულ პროცედურებს თავაზობს, რასაც ადგილობრივი კომპანიები კონკურენციას ვერ უწევენ. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არაჯანსაღი კონკურენტული გარემო მცირე და საშუალო ზომის ქართულ კომპანიებს ადრე თუ გვიან ბაზრიდან გააქრობს. ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ პლატფორმების, უცხოური ონლაინ პლატფორმების წილი არის გაზრდილი. უბრალოდ ჯერ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ აკეთებენ ესეთ რეკლამებს, ანუ არ ხმაურობენ, ასე ვთქვათ, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად ძალიან ცუდია. ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია კონკურენციის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ აქ არის საუბარი არაჯანსაღ კონკურენციაზე. ანუ მაგალითად მიდიან და პირდაპირ ქეშს აძლევენ დაუშვათ იმეებს, რა ქვია, თვითონ მერჩანტებს. გამოსავალი არის სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და რა კურსი აქვს სახელმწიფო საერთოდ რა უნდა ეს განსაზღვროს და ხაზგასმით უნდა თქვას, რომ უნდა რომ ადგილობრივი ბიზნესი განვითარდეს თუ პირიქით ხელს უწყობს სხვა ქვეყნის ბიზნესების განვითარებას. ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან მოლაშვილი გვიხსნის, რომ ჩინური და რუსული კომპანიები ახერხებენ ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული სერვისების ათვისებასაც. მოლაშვილის თქმით, ისინი ხსნიან საწყობებს და აქ პერსონალური დისტრიბუცია შესაბამისად კონკურენტულ უპირატესობას მოპოვებას ახერხებენ. ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მცირე მეწარმეებს, რომლებიც აქამდე ონლაინ ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, ისეთ პროდუქტებზე მოუწევთ გადართვა, რომლის გამოწერაც რუსული და ჩინური ვაჭრობის არხებით დღეს შესაძლებელი არ არის. ჩინურიდან აღსანიშნავი არის ტემუ, ყველაზე დიდი და ცნობილი პლატფორმა, ხოლო რუსულის ნაწილში ჩვენ გვყავს პრაქტიკულად ოზონი და Wildberries უკვე, რომლებიც ოფიციალურად არიან შემოსულები და განსხვავებით ტემუსაგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ როგორც აპლიკაციის სახით შემოვიდა და ლოჯისტიკის ნაწილი პრაქტიკულად სრულად არის ქართული კომპანიების მხრიდან აღებული, ტემუს ნაწილში, Wildberries ნაწილსა და ოზონის ნაწილში თვითონ სადისტრიბუციო ქსელის გაკეთებაც კი ხდება საქართველოში, ანუ ხდება სპეციალური ობიექტების აღება, სადაც საწყობდება რუსული პროდუქცია და იქიდან მოხდება მთელ საქართველოში მიწოდება. ჩემი უბრალოდ საქართველოს უნდა დაიკავოს გარკვეული ნიშა. ისეთი ნიშა, სადაც ის იქნება ყველაზე ძლიერი შედარებით და გააკეთებს ოპერირებას ბაზარზე. მაგალითად, რაცაც უკვე საქართველოს ოპერირებს, ეს არის ხელნაკეთი ბაზრის ნიშა, სადაც ვერანაირი ჩინური, რუსული პროდუქცია პრაქტიკულად ჩვენ ვერ გვნებს და პრაქტიკულად ეს ნიშა ჩვენ როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე უკვე ეცი შემოსვლასთანავე სოფლიო ბაზარზე შეგვიძლია როგორც ქვეყანამ დავიკავოთ. თუმცა, ისეთი წარმოებლები, ისეთი სპეციალისტები, რომლებიც დაინტერესებული არიან პროდუქციის იმპორტით ჩინეთიდან თუ რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან, მათთვის რა თქმა უნდა ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის და ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ სავარაუდოდ უფრო გაბარიტულ ტვირთებზე გადასვლა, ანუ ისეთ ტვირთებზე, რომელიც როგორც წესი ტემუს, Wildberries და სხვა მსგავსი აპლიკაციების ინტერესში არ შედის და შეუძლიათ რომ ეს უკვე დიდი ნიშა დაიკავონ შედარებით ბაზარზე. ონლაინ ვაჭრობაში უცხოური კომპანიის წილის ზრდასთან ერთად მატულობს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც. ექსპერტები ამბობენ, რომ სავაჭრო ორგანიზაციებისთვის მომხმარებელთა საბანკო ანგარიშები და საცხოვრებელი მისამართები მარტივად ხელმისაწვდომი ხდება, რაც კიბერკრიმინალისთვის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასდაუდებელი მასალაა. რისკები კი განსაკუთრებით რუსული წარმომავლობის აპლიკაციებიდან მოდის. მადლობა ანუკა, ჩემი კოლეგა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. მისთვის სების ასეთი ფრთხილი სვლა მიანიშნებს, რომ ცენტრალური ბანკი ლარზე წნეხს და მაღალ ინფლაციას მოელის. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერს, რომ შიდა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე გაურკვევლობა გაიზარდა, რა პირობებშიც წარმოქმნილი შესაძლო რისკების მართვისთვის ცენტრალური ბანკი რამდენიმე მაღალ და დაბალ ინფლაციურ სცენარებს განიხილავს.
იმ სცენარების განხილვიდან გამომდინარე, რომლებიც გაიარა რონალდ ბანკმა, სავარაუდოდ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო და უკეთესი სცენარი არ არჩია ამ სამიდან და ეს არ უთქვამს, არ გამოსულა, რომ ყველაფერი კარგად არის. ანუ ჩემთვის პირიქით ის, რომ ესე ფრთხილად მიუდგა ამ თემას ხაზს უსვამს, რომ სინამდვილეში უფრო უარესად არის საქმე. იმიტომ რომ ლარზე წნეხი არის ძალიან მაღალი და ინფლაციის დონეს ელოდება ტარგეტირებულზე უფრო მაღალს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეს ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები DRG დაფინანსების სისტემაში პაციენტის თანაგადახდის კომპონენტის დამატების მოლოდინში არიან. დაახლოებით 1 თვის წინ ჯანდაცვის მინისტრმა BMG-ს კითხვაზე საფასუხოდ განაცხადა, რომ შესაბამის დადგენილებას სამინისტრო მიმდინარე თვეში გამოსცემს და DRG სისტემაში პაციენტის თანაგადახდის შესაძლებლობას დაუშვებს, რაც კლინიკების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მიხეილ სარჯოლაძემ თქვა, რომ თანაგადახდის შესაძლებლობა რამდენიმე მიმართულებით გაჩნდება. ჯანდაცვის საზოგადოება ვარაუდობს, რომ გადახდის კომპონენტი ეგრეთ წოდებულ ენდოპროთეზებზე და მსგავს სახარჯ მასალებს შეეხება, რადგან სახელმწიფო დაფინანსება მაღალი ხარისხის სახარჯი მასალების გამოყენების შესაძლებლობას არ იძლეოდა. პაციენტს კი თანხის დამატების უფლება შეზღუდული ჰქონდა თუ სახელმწიფო პროგრამას არ დატოვებდა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ჯანდაცვის სპეციალისტი ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ თუ დაფინანსება სამართლიანი არ არის, ფასის შემცირება, რა თქმა უნდა, ხარისხის ხარჯზე მიიღწევა. სახელმწიფომ კი იმ ფასი და ხარისხის მასალა უნდა დააფინანსოს, რომელიც ეჭვს არ იწვევს. ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ საზოგადოებასთან კონსულტირების მნიშვნელობაზე საუბრობს. საქმის კურსი ამ დროისთვის დასრულებულია. დღის ყველა მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეს 19 საათზე ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.